დილამშვიდობის შემოსიხარულე, როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად ყველა მოგიკითხავთ? მოგიკითხავთ ყველას. დილით ყავას აყარჩვა. ის მინდა გავაკეთო გერკულეს. მაგრამ მომდის ხოლმე ზედმეტის გაკეთება და მიფუჭდება. ეხლა მინდა რომ გავაკეთო ციცოგო. აი ძალიან ცოტა. ნახევარი ჭიქა წყალი. ნახევარი ჭიქა წყალი. ესე და ნახევრის ნახევარი გერკულეს. ანუ ნახევარი ჭიქის ნახევარი. ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ გამომდის ხოლმე ბევრი და ვერ ჭამაგდენს. რამდენი გამოვა? 1 2 3 კოლსი. 3 კოლსი. და მერე დავლევ ყავას. უკვე ჯერ საუზმე. გარეთ ხილი აქ ეს ხავი აქეთ დავდოთ. ეს იგი პატარა პატატინა ბანანები მოვიტანეს მე და მათეს გუში. ნახეთ. პატარა. ძალიან ადრეც არ არის და უკვე საჭმლის დრო არის. მათეს იძინ აქვს, მაგრამ 12-ის ნახევარია. ნახევარი არ მიჭამია მე. ეხლა სილაკი ძალიან აუცილებელია. ცოტა ხნის მერე კვერცხს შევიწო. როგორ ეს ოფაას თქვენ როგორ ხართ დღეს? თითქოს ისე ძალიან არ ცხელა ხო? რა ვიცი. მე არ მცხელა ძალიან. აი, ნახეთ რამდენი გამოვიდა. აი ამდენი. გერკულესი და ერთი ბანანი.
მალე მომაშიებს. ამ დროს კარგია ცილაც და ბოსტნეულიც რომ მიირთვა დილით. გამოვიდა. ელია. მოდი ყავასაც მოვიდუგებ, ბალე. თუ ცოტა მოსმერე დავლიო ყავა. ჯერ ამას მივითმევ, ვნახოთ, როგორი გამოვიდა. არც მარილი აქვს, არც ცხიმი და არც შაქარი. ბანანის ხარჯზე არის ტკბილი. შვენიერია. ბანანის იაგემრიელებს რომ არ უნდა, არც შაქარი არ უნდა და არც მარილი, ცოტა ხანში ყავა დავდი. აქ მაქვს ჩიშმიში. ეხლა მე ჩიშმის გავეცხავ და ყავა თინგველად შევატან და ამათი. არა დედი. არა, გამოიწერე რაღაცები. არა. ჯერ არა. ძალიან ტკბილია. ტკბილი არაფერი არა მაქვს სახში რა. რა. რა გამოყი? კი. რა. არა, აღარაფერი არ არის არჩენი. ჩიშმიში გინდა? რა. ჩიშმიში. იცი რა ტკბილია მათე? უნდა გარეცხვა, გასული კამერი. რაღაც. ისე ხდება. საგიმდიებია. გამგონია რომ ყავს მოხდება. ბანანი აღარ მინდა. ასეთ შოკოლადებიც მაქვს. ასე მინდა. ვიდეო საქმე არ მინდა. This. Can they get them? This isn't.
ისე მოუხდა ყავა და ის გოგო იყო აქ კოცხი შეუჭდიათ რა ქვია ქიშმიში უგემრიელესია ორი გვინდა შენებლობის ხმაური ის მიხვენთან. მოგოება. კომენტარები გამოვაქვეყნოთ. დიას კვერცხი შეუწვია, თეთრით და ჩემი ყავა არის უცივი. ესეთი ფიქრს ხოლია, ცივი ყავაში. მე არ მოყავს ცივი, დიდი უნდა მეწოდეს. დამომწერს მოგესალმებით ამო. ძალიან ლამაზი გამოვიდა ჟანა ოთახი. გემოვნებიანი, სადა და ლამაზია. დიდი მადლობა. ნიკას ოთახი უფრო მომწონს ვიდრე ჩემი. ისეთი ლამაზია. შენასი. უფრო ლამაზი გამოვიდა. პოზიტიური. პოზიტიურია, ხო, პოზიტიური ოთახი. ნუ შედიხარ კარგ ხასიათზე გადაემს, ისეთი ლამაზი ფერია. სამზარეულო მინდა მე მაგფერში, იმიტომ რომ ძირითადად სამზარეულოში ვარ. და კარგ ხასიათზე მაყენებს ეგ ფერი. და ზუსტად ეგეთი ფერი გქონდა გახსოვს სტუდვინაში. დია. აუ რა ამბავია რა. მე ხურე გეხვეწები. ზუსტად ეგეთი ფერი გქონდა გორში. მოყვითალო და ძალიან ლამაზია. და მქონდა ხოლმე მე ყავისფერი ავეჯი სამზარეულოს და ძალიან უხდებოდა. ლამაზი იყო ძალიან. აქაც ეგრე გავაკეთებ მაგფერში, ალბათ. მარიამი, მოგესალმები მარიამ. ყველაფერი ძალიან ლამაზია მშვიდობაში. უღრმესი მადლობა. ნატო, მოგესალმები. ძალიან ნათელი და დიდი ოთახებია. სინათლეში და ბედნიერებაში ბიჭებს ასეთი სუფთა გოგო ხართან და თან ყველაფერი გაკეთდება. მთავარია ჯანმრთელობა, უკარგესი და უთბილესი ოჯახი ხართ. უღრმესი მადლობა ნატო. ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ძალიან ლამაზი და ნაზიაო. ასეთი კომენტარები იყო მოსული. ანუ ვაქვეყნებ ახლა მე ამ კომენტარებს. მე უნდა შევიდე ხოლმე ცალკე რომ დავაგულო. ირმამ წერს გეთანხმები ჟანა. მზე ბევრად მირჩენია ასეთ უჰაერობას. ეს ძალიან შემაწუხებელია. ბიჭების ოთახი მართლაც ლამაზია. ბედნიერება თქვენ ბიჭებს, მადლობა. მათ ეს არ ვიცი. არ არის დიდი ოთახი, შეიძლება ეგრე ჩანს, მაგრამ პატარა ოთახია და არ ვიცი ერთად სულ დაეტევიან მაგ ოთახში. შეიძლება ვერც დაეტიოს ორი საწოლი. ხოთ.
ჩვენი ოთახი დიდია შედარებით, მაგრამ ეს პატარა. ეს ყვითელი რაც გავაკეთეთ. ვიდეოში ალბათ დიდი გამოჩნდა. არა, შეიძლება დაეტიოს, მაგრამ ერთად არც უნდა ვიყო. რატო? დიდი სხვაობა აქ დასახში და იქა თავისი სივრცე სჭირდება. ეგეც მართალია. თავისი წყნარი სჭირდება. მოგვაქვს მძლავრობა. იჯობები ხოლმე. გამოსთვალს პრეტენზიას რომ ჩემი ოთახიც არისო და ხო იცი კაცო. თავიდანვე ჯობია რომ იცოდეს რომ შეიძლება აქეთ მოუწყოთ მათ ეს. იქით აკუთხე. ეს ძალიან გრძელი ოთახია და პირიქით ოთხკუთხედი გახდება და უფრო ლამაზი იქნება. ჩემი აზრით. აი მაგას ვფიქრობ ჯერ არ ვიცი როგორ ვნახოთ. მაგრამ სავარაუდოდ ეგრე იქნება, იმიტომ რომ ნიკას მართლა თავისი სივრცე სჭირდება. დიდი ბიჭია. ათი წელი სხვაობა. ასაკში. როგორ მოხდა ქიშმიში ყავას? რა გემრიელია? ანგელი გამოვიდა, წავედი ახლა. ჩვენი დილის ვლოგიც ასეთი გამოვიდა, რამდენიმე კომენტარიც წავიკითხე, კომენტარების საკითხვა ძალიან მიყვარს გოგოებო. იმიტომ რომ რაღაცნაირად გვაახლოვებს ერთმანეთთან და ეს მახარებს. დაკოცეთ და დროებით მაკრავაც აიცამ დამსკდარი და აციცქნული მერე